ჩეტი არაფერი გამოდის სიყვარული მინდა ავუხსნა მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე წერილს მივწერე ჩემო ლამაზო ბეტი არა ჩემო ერთადერთო ბეტი არა ჩემო ძვირფასო კი ხმერთო ჩემო ძვირფასო და ერთადერთო ბეტი ლაპატი ცე ნება მომენტი არაფრის ნებას არ დაძლევ შენთვის არ მცალია ბრასეთ მე მხოლოდ ჩემი ხელფასს ხოვნა მინდო ყველაფერს მიიღებ თავის დროზე როდის დადგება ეს დროზე გაეთრი აქედან შემო მე დამიცა ხეცე გაეთრი აქედან შემო ძვირფასო და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ეხლა ვეთქვა. მაპატიე მეგობარო. არ ვიცოდი შენ თუ იხავენ. თანაც საერთოდ არ ვარ ჩემს გუნებაზე. არც მე ვარ გუნებაზე. რა მოხდა? ჩვენი საცოლეები ბიძამის კრიკს შოტლანდიაში მიყვეს. ხო და რამე უნდა მოვიფიქროთ? მე მზად ვარ შემირთვენი ცოლად. მაგრამ დეიდა? დეიდა ხო ყველას ყავს. არა, დეიდა ჩემი სულ სხვანაირი ქალი. ძალიან ბებერია. არც მე ვიცი. ის 20 წლის წინ წავიდა ბრაზილიაში და იქაურ მილიონერს გაყვაცოლა. დონ პედრო შარშან გარდაიცვალა. ხოლო მისი ქონება დეიდა ჩემს დარჩა. რომლის ერთადერთი მემკვიდრეც მე ვარ. და რომელსაც მის გარეშე ცოლის შეფვა არ შემიძლია. მე ამ დილით წერილით მასნობა რომ ის დღეს პირველ საათზე ჩამოდის ჩემს გასასვლელად. ვა, ჩვენთან? მაგარი. ჩარლი, შვენელი დიადამებადა. რა? დღეს სადილზე მოვიწვიოთ ჩვენი საცოლეები, რომელსაც დეიდა შენი საპატივცემულოდ მართავთ. კარგი იდეა. მართალი ხარ? ის ხალხ შენია წერილი გავაგზავნო გოგოიდან. მართალი, მოიცა საფრთხე. დაბიგდი ჩარლი. ჩვენს გოგონებს კი გავართობთ, მაგრამ დეიდა შენს ვეღარ გაართობს. დეიდა. ხო. დეიდას. ბასი, მართალი ხარ. წადი ახლა გოგონებს წერილი გავაგზავნო. მე კიდე იქნებ საერთოდ ბაბსის გადავაწყდე. მიდი ჩარლი. სადილი? რასე? დიახსე. რასე? სადილი პირველ საათზე მზად უნდა იყოს. გასაგებია? პირველ საათზე ესე? კი პირველზე. შეუძლებელია. ეხლა ხომ პირველი სახევარი. რასე? პირველზე თორემ ხელფას არ მიიღე. არ ვიცი. თანაც შამპანური ჩააცია იცოდი. არ დაგავიწყდეს. წავალ ახლა ბაბსის მომძებნა. არის საკვირმე. ბიჭებო. მაგრამ სად დაიკარგე? ბიჭებო. ეს შენ ხარ? გელოდებოდით. რა ხდება? იქნებ გასაუზმა. ჯეკ. კი მაგრამ თქვენ რა ისოვეთ ესეთი? ჩვენ ხო მეგობრები ვართ. თანაც სტუმრები გვეყოლება. სტუმრები კარგია. გოგოები? კი, გოგონები. რა მაგარი. გოგოები კარგია. ჩვენი საცოლეები. ხო. იცით მე არ მცალია. მოდით სხვა დროს იყოს. დიახ, სხვა დროს იყოს. მოიცა. მომხიბლავი მანდილოსანი გვეყოლება საუზმეზე. ამიტომ დაჭირა გაარტო კიდევ. და რა ქვია მაგ საოცრებას? დონა როზა დალვადორეც. იცით მე ახალგაზრდა გოგონებს ვერ შეხები. დიახ, ეს დონა რაღაც კიდე არ მომწონს. კარგად ბრძანდება. მოიცა. იქნებ მოგეცადა ერთი წამით. კი, მაგრამ აზრი არ მცალია. თეატრში ახალი როლი მაქვს. დღეს კიდევ პირველი რეპეტიცია მაქვს. ჩარლი, შეიძლება თქვენთან სამოსი მოვიზონო. კი, რატომ არ შეგიძლია? როგორ არის? რასე? დიახსე. აჩვენე სერბაბერლის გამოსასვლელი ოთახი. გასაგებია ბრასე. მე ჩარლი, მომიც ერთი შილინგი. შილინგი? დიახ. რომ არ მაქვს? ჯეკ, შილინგი. არც მე მაქვს. მართალი. რასე? დიახსე. იქნებ მომც ერთი შილინგი ბრასე.
მესე. კი შენ. მომეცი ბრასეთ 1 შილინგი. მადლობა ბრას. აიღე ჩარლი. ინებე. მადლობა. ბრასები. ინებე შილინგი. სასწაული. ვალის ესეთი სწრაფი დაბრუნება პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. მოგძალ. მადლობა. ორი სადღაც აქ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ არავინ გვეგებება. გოგოები მოვიდა. შენი წეული დეიდა კი არ საჩანს. და შევეგებები. მოგზანდი. ძალიან გაგვაფარა. გვაინტერესებს მისტერ ჩარლის დეიდის გაცნობა. როგორც ჩანს ადრემოვედით. ჩარლი, დეიდა ჯერ არ ჩამოსულა? დეიდა? იცით, ხო, ისა. დეიდა ახლავე გეახლებათ. როგორც გავიგეთ, სხვაგან მიემგზავრებით. დიახ, ბიძას მივყავართ სოფელში. თქვენთან განშორება ძალიან დაგვამძიმებს. ბიძისთვის აქ სულ ერთია. მან აგვიკრძალა ვიმეგობროთ მამაკაცებთან. ეშინია ხელიდან არ გაუშვას ჩემი ქონება. ურჩხული, ჩარლი, რატომ არ გვაცნობ დეიდას? სიმართლე რომ გითხრათ, დეიდა ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ მალე ჩამოვა. პირველივე მატარებელს მოყოლა. რადგან ესია ჩვენ წავალთ. აქ მამაკაცებთან დიდხანს გაჩერება უხერხულია. ბიძა რას იფიქრებს? წავალთ, ნახვამდის, მაგრამ დავბრუნდებით. მანამდე თქვენი დეიდად ჩამოგბრძანდება. ნახვამდის. მე გაგაცილებთ. მოგესალმები. აბა როგორ ხარ? რამებია შენთან როგორ ხარ შემოშვილო? ყველაფერი კარგადაა, მამა. ფული ხომ მომიტანე? ფული? ხო, მამა, ხო. ფული არა, ჯეკ. შემოშვილო, მინდა სიმართლე გითხრა და გაითავის ეს ყველაფერი. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დაგვრჩა მხოლოდ მე და შენ არ დავრისწოლება. და მისი დიდი ვალები. ისე რომ ჩვენ ახლა უფლოები ვართ, შემოშვილო. მაგრამ რა გაეწყობა შენ გული არ გაეწუხა ამაზე. ახლა ზრდასული რაღაცა ხარ, მაგრამ დიპლომს აიღებ, ისე რომ დაგამწესებ სადმე ინდოეთში ან სადმე სიახლოვეს რომ ლომაქოლები დააგო, შემოძეკ. ეგ ძალიან გაგვიანდება, მამა. იცი ახლა ფული როგორ მჭირდება. თანაც რამდენი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. მესმის. რა მე უნდა მოვიფიქროთ, მამა? ძალიან დაგაგზავნე შემოშვილო, მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქრო, რა ვიცი. მამა, შვენერი იდიოტა მებადა. ნუ თუ. ნახევარ საათში. აქ ჩამოვა ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი? ხურივი. ო. მილიონების პატრონი. ნუ თუ. ხო, მამა. და მე რა სტავადოთ შემოძეკ? კარგი რა, მამა, ვერ ხვდები? ხო, მამა. მეორე დაქორწინდა ჯეკ. მე რა მოხდა, მამა? ხალხი ახლა მესამედაც კი ქორწინდება. მართალი ხარ, მეოთხედაც კი მართალი გაგდაფები. მამა, ჩემი მეგობარი ჩარლი, გაიცა. მოგესალმებით. მამა ჩემი. ფრენსის ჩესნი. სასიამოვნოა. ამის დეიდა რომ გეუბნებოდი, ბევრი ფული აქვს მეტი. ხო, დასმებული ხარ? კი, მამა. სასიამოვნოა. მაშინ მითხარი, მე რა გავაკეთო ახლა? შენ მითხარი, რა მომოქმედა? წადი ახლა და გამოიბრანჭე და გუზო ყვავილიც მიიმაგრე. კარგით. მიდი, მამა, შენიც. ჯეკ, რა ხარ, ჯეკ? ნახოთ, იქნებ გამართო სამშობლო, მეგებშიდობებით, ნახამდის, მაგრამ მალე გეახლებით. ნახამდის, ბედი არა. დროებით, მამა. ნახამდის. დეპეშა. აბა მომეცი. მალე გახსოვს. საქმეება შემაჩერა. წერტილი. არ ინერვიულო. წერტილი. მალე ჩამოვა. წერტილი. დონა როზა დალადორეთ. წერტილი. დავიღო. წერტილი. კატასტროფა. წერტილი. ხოჩე. გოგონები ბიძამის შოტლანდიაში მიყავს. დეიდა არ ჩამოდის. როგორ ხარ? ჩამოვიდო რა. მოვიდი, გოგონები მოვიდნენ. ხმერთო ჩემო, რამე მოიფიქრე.
ბიჭებო, რა გაყვირე? შემომხედე. ჩარლი ბაბსი სულ დამავიწყდა. მერტო ჩემო. ჩარლი მგონი გვეშველა. როგორ და? აი შენი დეიდაც. საოცრად. ნაბადე, ბატონებო, ორი ქალიშვილი გეა. ნაბადე, ეს ქალბატონი ვინა? საიდან შემოვიდა? რაკჭის ბრასელ, ეს მე ვარ. შენ ბაბერლეინ? დიახ. მაგარია. ვინ მოვიდა? მე წავიდი. მე წავიდი. რა დეიდა? ვისი დეიდა? რასე, შემოიყვანე სულ. რასე, მალე გოგონებ. თქვენი დეიდა ჩამოგზანდა? დეიდა? კი. დონა როზა დალბაგორეცი. ესენია. ეს კი ბეტი. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? აი ეს ნახოს ვესწრაფოდით. აი ეს თაიგული თქვენ. გმადლობთ. ალბათ ძალიან დაიღალეთ. ხუმრობა ხომ არ არის ოკეანის გადმოლახვა? ოკეანის? უგასრავთ რომელი ოკეანი? იცით მე ძალიან დავიღალე და აი ზღვის ავადმყოფობის ნაირს ვგრძნო. უნდა დაისვენოთ. დიახ. ეს ულტრიგული საფწავნეო. აბაზე ვიმაგ. ჩავი, რატომ ნერვიულობ? რა ხდება? მე? იცით, დღეს პირველად ნახა თავისი უსაყვარლესი დეიდა და ცოტა ზღელავს. დიახ. გასკაჩუმობ ხესულელი. რამეზე ილაპარაკე? რაზე ვილაპარაკე? თუნდაც ამინძე. ხო, მიდი. გოგონებო, რას თქვით? ხომ შვილი ამინდია? დიახ, შინებული ამინდია. საოცარი პირდაპირ. საოცარი პირდაპირ გეთახები. შინებული ამინდია, დიახ. აი, ცოტა ვილაპარაკე. ხო, კარგად ბავშვი გამხვია. დონა როზა, თაიგული დაგივარდათ. დიახ, უკაცრავად. ჩეკეთო შეგიძლია მომაწოდო. აი, თქვენი სნებარ, დონაროს. გმადლობ. უკაცრავად. წყალში ჩადეთ თუ შეიძლება ეს ყვავილი. დიახ, იმედია მიეჩვით უკვე ჩვენს ჰავას. უკაცრავად, თქვენს ჰავას? დიახ. რას ბრძანებ? მე ხომ მთელი ჩემი შენ ხომ უცხოელი ხარ, სულელი? დიახ, იცით თქვენი ჰავა ძალიან სიმპათიურია. დიახ. ძალიან სიმპათიურია. რა მქვია? დონა როზა დალვადორეც. მექსიკელი? არა ინგლისელი, რომელიც ბრაზილიელი მემამულეს ყავდა ცოლ. და შვილები გყავს? მე რას მეკითხები, სულელო, იმას კითხე. არა, ჭეჭელო. მაგრამ რას მაგინებს შევირო? ჩემი ბიოგრაფია ხომ დავიცოდე? დონა როზა, იმედია მთელ დღეს ჩვენთან დარჩები, დიახ. იცით სამწუხაროდ არ მცალია. აი ბების არიცხი მაგ დასარიცხი. დიახ, ბების არიცხი მაგ დასარიცხი. დეიდას უნდა დაწყორო. საფური ყავს საფურები. დიახ. თქვენ იმდენი სიკეთე უყავთ ჩარლის. თითქმის დედობა გაუწევთ. ჩარლი, მოდი ჩემთან, იცით ჩარლი, პირწავარდნილი ჩემი ძმა არის. და პირწავარდნილი ჩემი და არის. იცით და რომის ერთადერთი ქალიშვილის და ვაჟიშვილისთვის ვირო. რომის ერთადერთი ვაჟიშვილისთვის მე არაფერი მენანება, დიახ, არაფერი მენანება. როგორ მიყვარხართ და გაფასებთ?
უყურდა მაფასებს. იცით თქვენმე უფრო მეტად შემიყვარებთ და უფრო მეტად დამაფასებთ ახლიდან რომ გამიცნობთ დიახ უკაცრავად მაპატია რასაკეთებ შევიდო? ნუ ეხოტები. კი, მაგრამ თვითონ ჩამეხუტა. ჩარლი, იცი ეს გოგონა უფრო და უფრო მომწონს. დიახ, უფრო და უფრო მომწონს. მაპატი, ბატონი მოსამართლე კრიქსი კითხულობს, აქ ხომ არ არიან მისი აღზრდილი და ძმისული? არა არიან. აი, იგი დაიმართა. იგი. მიდიხარ, აღიჯდი. როგორ საბუჯი? შენ აქ უნდა დარჩე და ის უნდა მოგვაშორო. მოსამართლე კრიქსი დასაგებია? კი, მაგრამ როგორ ჯერ? არ ვიცი და როგორც გინდა და რანაირადაც გინდა. თავარია მოგვაშორო. მიდი ბაბს შენ იცი. საწავიძე ის საზისხარი გოგონები. მეკარე მითხრა რომ აქ არიან. ეს ვიღაა? უკაცრავად თქვენ მიწამდებით. ამ საქმის პატრონი მინდა ვნახო, ის უკიფარი ბიჭი. კი ბატონო, მაგრამ კარგად აღზრდილი მამაკაცი მანდილოსთან კუნძს იხდის. დიახ. მაპატიეთ. აღელვებული ვარ. კარგად. რასაკეთებ? თქვენ ჯდებით, როდესაც ქალბატონი ფეხზე დგას. ეს რა ზრდილობაა ბატონო? მაპატიეთ, ხომ გითხარით აღელვებული ვარ მეთქი? სასწრაფოდ უნდა ვნახო მისტერ ჩესნეი. ბატონო, განაჯეკი აქ არის. არის. მითხარით რა გნებავთ? რით შემიძლიათ აკეთოთ? მე ორ ქალიშვილს ვეძებ. ორ ქალიშვილს? ბატონო, აქ მხოლოდ ერთი ქალიშვილია. სად? როგორ? მე ვერ მხედავთ? თქვენ? დიახ, მე როგორც მახსოვს, ჩემი თავი თქვენთვის არ ჩამიბარებია. თქვენ ვერ გამიგეთ. როგორ თუ ვერ გაგიგეთ ბატონო? თქვენ ეცეთ ორ ქალიშვილს, რომლებიც დიდი ხანია შინ წავიდნენ. დიახ, შინ წავიდნენ. დიახ, შინ წავიდნენ. კეთილი. მაშინ მე წავა. მიბრძანდით. მაგრამ თუ სახში არ დამხვდებიან, მაშინ ეს რა სულია? თქვენ რა სვამი ხართ? მე არ დამილები. როგორ თუ არ დაგილები? არ დამილები. თქვენ რა თქვენ? მე ისე მოვიდა? არა, ეს მამა ჩემია. თავაზიანად მოეკეცი მას. ღმერთო ჩემ, ახალი სკანდალი. მოგწადე მამა. სწორედ საუბრის დროს მოგვიწარე. და ძალიან კარგი. მამა, ხება მომეცი რაღაც თუ ჩვენი სტუმარი. დეიდა ჩემი. დონა როზა დალბადონეცი. მოგესალმებით. გამარჯობა. მე ჩარლზ დეიდა გახლავართ. დონა როზა დალბადონეცი. დიახ. ბრაზილია. სადაც ტეში ბევრი მაიმუნია. მოხიბული ვარ. იცით, მე თქვენზე ძალიან ბევრი რამ მსმენია ჩარლზგან. მე არასდროს მინაღი ხარ. დიახ, თქვენზე ჩარლი ძალიან ბევრს მწერდა. დიახ. სასიამოვნოა. ეს არის მილიონები რომ აქვს. კი მამა, ეგ არის ხომ გითხარი. შენ იცი. ბატონები, სუფრა გაშლილი, შეგიძლიათ მოგბრძანოთ. თავისუფალი ხარ ბრასელი. დონა როდა, გიპოდეშებიან საუზმეზე, თუ შეიძლება მიბოდას თქვენი ხელი გეტაყოდია. თქვენი ხელი. ბატონო პრინცეს, ეს რა ლამაზი ყვავილია. შემოუთავ ბატონო როდა, ეს თქვენ მოგაქვით მუშტად პატრის ცემი და სიყვარულის. იდედა გეტაყვა, იდედა. ხმადლო. დონა როდა. მიბოდას თქვენი ხელი გეტაყვა. დიახ. მე თავაზიანად ბრძანდები. თავაზიანად ბრძანდები. დონა როდა. გოგონებო, იცნობდეთ პრესის ჩესნი. ენი და ბედი. მოგესალმებით. გამარჯობათ. სასიამოვნოა, გამარჯობათ. როგორც იქნა დაგიჭირეთ. ვეღიძე ჩემი. ბატონები, დიდად პატივცემული ბატონი მოსამართლე კრიქსი მობრძანდა ჩვენთან. ყველანი ძალიან მოხარულებია წერ თქვენი სტუმრობით. დიახ. აი თურმე როგორ ატარებ დროს. ყველაფერს აგიხსნით, სერ. არანაირი ინფორმაციის გაცნობა არ სურს. ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა მორჩი ხვირის, შეთანხმდო შენ. დიახ, მისტერ კრიქსი, როგორც ხედავთ, ქალბატონებია. დიახ, და ერთ-ერთი მათგანი ძალიან ლამაზია. გაჩუმდი. გოგონებო, ახლავე სახში. მისტერ კრიქსი, მომისმენთ გეთაყვა, ეს გოგონები აქ ვიდეო მოვიდა რომ დაესწრონ ჩარლზ დეიდას.
ვისლაში სჭირდება თქვენი დეიდა? ხოჩემო გოგონებო, ახლავე საქმეში. თქვენ მაშინ შეეძლოთ თქვენ სასროს და გაიგეთ მის ვინაობას. ამ ხელბატონმა უკვე თავი მომაბეზრა და არც მისი სახელი მაინტერესებს. თქვენ ძალიან ცდილობთ მისტერ კრიქს. თქვენ წინაშეა დონა როზა დალოდორეთი. რა ბრძანეთ? დონა როზა დალოდორეთი. მე ჩარლის დეიდა გახლავართ ბრაზილიდან, სადაც დღეში ბევრი მაიმუნია. მისტერ კრიქს ჩემო. სოფიოში სახელგანთქმული მილიონერი ქალბატონი. უმდიდრესი ადამიანი. მე ხომ მთელი ცხოვრება მის ცოლად შერთვაზე ვოცნებობდი. მე თუჩიმო ის რა ჩავიდინე. დონა როზა საჯერს ვიმსახურებ. გთხოვთ, დამსაჯეთ დონა როზა, სიკვდილის ღირსი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, ბატონო კრიქს, თქვენ მე ძალიან დიდი შურაცხობა მომაყენეთ. დიახ, მაგრამ რა ვქნათ, რომ მე მიყვარს ეს თავხედი მამაკაცები. დიახ, და იქნებ გაპატიოთ კიდეც. დიახ, იქნებ გაპატიოთ კიდეც. მადლობელი დარჩები. იცით მე გულს ვიადება და სიცხეს გჩუქნით. უფრო მეტიც დარჩით ჩვენთან ერთად ჩვენ საზოგადოებაში ვახშამზე. მას შემინდობთ? აი, ნიშნად პატიების გამომართვით ეს ყველაფერი. გმადლობთ, ჯადოსანო. შემიყვავია შუქა. დონა როზა, თუ შეიძლება მივოდეთ თქვენი ხელი გეტავა? დიახ. იმედია ნებას მომცემ დონა როზა. არავითარ შემთხვევაში მე პირველად ვთხოვ დონა როზას. როგორ გეკადრებათ? არავითარ შემთხვევაში არ დაგითმობ მისტერ კრიქს. რას ბრძანეთ? ეს რა ხალხსოვა? როგორ გეკადრებათ? როგორ გეკადრებათ? დამსუდი. იცით მე ორივე სამის დონა როზა. დამებოზე ჩამოჯექ შაქ შემოშვი რაფად მამა შემოჯექ შემოშვილო იმისას რომ შენი მომავალი უზრუნველყო იმისას რომ შენ ბედნიერი მომავალი ქონდეს მე დავქონდე ხო მართლა მამა მაგარია
და ვისილთან ცოლად? ცოლას მინდა შევითო მის დონა როზა დავატარეს. არა. შეუძლებელია, მამა. ჯეკ, მომისმინე. რატომ? ცუდი სახელი აქვს? ცუდი სახელი არ აქვს, მაგრამ აბარა. შენთვის არ შეიძლება. ნუ თუ კი, მაგრამ შედან მეხოწე ოდიამძილით ვადი მიბიძე თუ ყავლი მიბიძე კერძეო მოეწოლებაო მე მგონი ყოველმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. სრულებითაც არა, მამა. ეგ შენი ყვავი მოსამართლე კრიკს აჩუქა. ხომ დაინახე. წეული კრიკში ეგ არაფერს არ ნიშნავს. დოდა როზამ ნაზად გამიხიმა და თვალები დამეცინცივა მეცე კაკენი ვარდიაშ. უარი რო გითხრას, მამა. უარი მე გენერალი ვარ და არ შევიდა უარები. 1 2 3 და ციხე აღებულია, აი, ჩემი დევიზი. დავედა, წაბავდა მოძებნი შენ დონა როზიკოს მერტო შემო. დონა როზიკო, შემოწვი ფასო. მერტოჩე, თავი ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება. სულელი ბაბსი, ხალად გამოვაწყე და გაუთქვა. ჩემიანი გულში ჩაიყოდა და პარკში დაასეირა. მაგისთვის პანიკას მოკრი მეგობარო. მე უფრო ცუდ დღეში ვარ დამიჯერე. რა მოხდა? რადა? მამა ჩემი სიყვარულში უნდა გამოუთხდეს. ვის და ბაბს? რა? ხო, წარმოგიდგენია? რამე უნდა მოვიფიქროთ? მერტო ჩემო, რა უბედურებაში ვართ. ახლა რა უნდა მოვძებნო და ყველაფერს ფარ დავხმო. მართალი ხარ? მე გეწავა. მიაკეთ. მერტო და სამოსახავო დოდა როზამ აი აგამიშნა პაიბანი ჩემ მას საყარენ ბადონა როზამ ხო მაგრამ ვიანებს დედა როდები ჩემო დონა როზა მისტერ კრიქს საერთოდ მისტერ კრიქს რა დაიდა თაკ ბახში არაფერს, უბრალოდ ვსეინო. მაგრამ თუ ძალიან გაინტერესებთ, გეტყვით. შვენიერმა დონა როზამ აქ დამინიშთა პაემანი. ნოთო დიახ, ბაბიდია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ. ყვავილების სურნელებით დატკბოთ. მეკინება მომეცი შევხვდე ჩემს რჩეულს. შევხვდი მისტერ კრიქს ყველაზე დიდი ვადი მე აი აქ ამაქვს სადაი აქ შემგულში ყავის მისტერ კრიქს რა თქმა უნდა. დიახ თქვენი დონა როზა მე შემგისეთ მაგნოლის ხეივაში გებოდებოდა გოდით თქვენ აბა თქვენ დიახ რა თქმა უნდა მე მენო მაგნოლის ხეივაში გმადლობთ რა თქმა უნდა გავიქცევი ახლა ვაი ეს პატრონს გუნცო მისტერ კრიქს როგორ გამათუჭრაკე ხოლმე დახამხამებაში მე გიწამლა ხაშს დონა როზას მოძებნი შენ დონა როზიკოს ღმერთო ჩემი დონა როზიკო წავიდე მოძებნა ბაბსი ნახე? ვერა შენ? ეს მაკადალახეს. მომტაცაენი. იპოვი და ძაღლი ვიდავაქვთ. აი, ჩარლიც აქ ყოფილა. ჩემი უსაყვარლესი დეიდა. სადი მალენოდი. უკაცრავად ჩარლი, მაგრამ ეს გოგონების საიდუმლო. ჩარლი, იქნებ წაგეყვანა გოგონები. მე შენს დეიდასთან პატარა საქმე მაქვს. წამორძალ გოგონებო. დაგტოვებთ თქვენი ნებართი. კარგით გოგონებო, კარგით, დროებით. დროებით გოგონებო. გოგონა გრცხვენია. რას ამბობ ჩემ? მე ძალიან მორცხნი ქალბატონი ვარ. ნუ მაიმუნო, სერიოზულად გელაპარაკეთ. კარგი ერთი. მე და ჩარი. ერთ მოხუცი ქალბატონის გართობა გთხოვე. შენს კიდე ჩვენს გოგონებს არ შეხებოდი. გრცხვენოდეს ბაბს. მაგრამ მე გარაფი. უფრო უარესისთვის მოემზადე. უარესისთვის? კი. მითხარი ჩეკრაში ასახმე. ნუ მანერვიულად. კარგი, დაწნარდი და გეტყვი. მითხარი. მამა ჩემი,
ცოლის შერთვას აპირებს. ეგ ხომ კარგი ამბავია, ჯეკ. კი, ბაბს, ძალიან კარგი ამბავია, კეთან. უკაცრავად და ვინ მოყავს სოლად? ვინ და შენ. როგორ თუ მე? როგორ ეს? არა, ეს უკვე მეტის მეტია. როგორ თუ მე? როგორ? ბაბს, ვაიმე, მამაჩემი მოდის? კი, მამაჩემი, მერტოჩემი. რაც არ უნდა გითხრას, გადაჭრი თუ არის, ბაბს, გასაგებია? კი, მაგრამ რაზე ველაპარაკო ადამიანი? არ ვიცი, რაზეც გიდა. თავარია, უარი უთხრა. მერტოჩემო. შემოდონა როზიკო, შემოძიფასო. როგორც იქნა გიყავი, შემოძიფასო. დონა როზიკო. ბატონო ფრენსის. დაბდანდი გეტყვა. გმადლობთ, თქვენ ნამდვილი ჯენტლმენი ხართ. დაბდანდი სხვადიან მე არ შეგევა. აბა, გენერალ ვარშა შეიძლება დღეს ლაშკასურად. დონა როზა, შემოძიფასო. დაგინახეთ თუ არა? მაშინ თავი წარმოვიდგინე დაღლილ მოგზაურობთ, რომელმაც უდაბურ მინდორში, უსახურ მინდორში აღმოაჩინა ნაზი, სურნელოვანი, კეთილსი, ია. ბატონო ფრენსის, მე მგონი მიგხვდით. აი ეს ნაზი ია. მე ვარ ხო? დიახ, დონა როზა. მითხარი გეთახა. რა შეიძლება მოუყვას ყურული დაღლილ მოგზაურს უდაბურ მინდორში? მითხარი დონა როზა. ერთი ჩიკავისკი. ბატონო რა ერთი ჩიკავისკი ბატონო. მართალი ხარ, დიახ, მართალი ხარ. მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ დაღლილ მოგზაურს სულს გულში ჩაიგავს ნაზი სულდელოვანი, ია. ბატონო ფრენსის, მოგბრძანდით, აი აქ ჩემს გვერდით დაბრძანდით. გმადლობთ. ამ მოწყობას ამ მიხანებელოდებოდი, შემოდონა როზა. უხრესი მადლობა, შემოძვირფასო. დონა როზა. ეთაკმა მე მინდა რომ ჩემი ოჯახის დიასახლისი გახდეს ნაჟი სულდელოვანი, ია. იცით ბატონო ფრენსის, ჯერ ესეთი წინადადება ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია. მაგრამ ერთხელ ხომ იყავით უკვე გათხოვილი დონა როზა. დიახ, მართალი ბრძანდებით. დიახ. ხო და რას მეტყვი დონა როზა? მე მინდა რაღაც გთხოვოთ. უარი არ მითხრა დონა როზა. უარი არ მითხრა, გეთაკმა. დონა როზა. თავს იქნებ მომცეთ ახმობდა რა? მომცეთ დონა როზა. რა? იმედი მომცეთ დონა როზა. იმედი. როგორ გამაცილეთ ბატონო ფრენსის. ვაგლახ ჩემო მოგზაურო. რატომ დონა როზა? იცით ჩემი გული, აი სხვას ეკუთვნის, დიახ სხვას ეკუთვნის. რიქში გამსვლა. დონა როზა. ბატონო ფრენსის, თქვენ ფარხმალი არ დაკაროთ. აი იცით მე სხვა რამეს გთავაზობთ. დიახ სხვა რამეს. დიახ რა დონა როზა? მითხარი. იცით მე გთავაზობთ ჩემს მეგობრობას. დიახ. მეტი არაფერი დონა როზა. კი მაგრამ რატომ ბატონო ფრენსის? თქვენ იქნებით ჩემი ერთგული ძამიკო. დონა როზა. მე მას ვერ გადავიტან დონა როზა. თქვენ ჩემი გული შუაში გამიყრიჭეთ დონა როზა. ბატონო ფრენსის. როგორ არის ბიცხენია? როგორ დასინი მამაჩემს? კი მაგრამ რას ამბობ ჯერ? მამა შენმა ძალიან ვნებიანად, დიახ, ძალიან ვნებიანად და ძალიან რომანტულად ამიხსნა სიყვარული. მე კიდევ უარი ვუთხარი. კი, მაგრამ ესე ამოვილაპარაკეთ, რომ მე მაგისთვის გადაჭით უარი უნდა მეთქვა. დიახ, რა დაგემართა? ვაიმე, ჯეკ, მისულე, სამე დამალე, ჩემი მეორე საქმე მოდის, დამალე. ჯეკ, დონა როზა აქვს მარგინახავთ. დონა როზა? დიახ. დონა როზა. არ ყოფილა დონა როზა. ჩემო კრიქსუნია. დაბალოდე დონა როზა. როგორ მეკარე მითხრა რომ ის თავის მეგობართანა. აი წარწერაც, მისტერ ჩესნელი.
არაფერი. ნეტავ სად არის ახლა ჩემი დისშვილი? კი, მაგრამ მან ხომ არ იცოდა რომ დღეს ჩამოხვიდოდით. მართალი ხარ, მაგრამ ასე მოხდა. დრო აღარ დავკარგე. მინდოდა გამეხარებინა ჩემი პატარა. იცით, მოდით ბაღში გავისეირნოთ. შინ არავინ არ ჩანს. თანახმავარ. აქვე ჩამოვჭდეთ. ძალიან დავიღალე. ოროგორ მომწონს ეს ბაღი. ჩემი პირველი სიყვარული გამახსენდა. მაშ გიყვარდა ვინმე ჩემო პატარა. დიახ, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ალბათ ვერ მიგიხვდა. მეც ასე დამენა. როგორ? ერთხელ მეჯლისზე უნდოდა რომ სიყვარული აეხსნა ჩემთვის. მაგრამ ვერ გაბედა. მე კი ველოდებოდი. მეორე დღეს კი მოულოდნელად სამხედროში გაუშვეს. რა ერქვა? ჩესნე. და როგორც ხედავ, ამ სახლში ვიღაც ჩესნე ცხოვრობს. დიახ, ფრენსის ჩესნე. არის შემედია გამსახუროთ, ჩესნე გისმენთ. თქვენ გნებათ ჩემი ვაჟი და მე ქალბატონო. უკაცრავად. თქვენ აქ ვინმე ძველ ლეიტენანტ ჩესნეს ხომ არ იცნობთ? ლეიტენანტ ჩესნე უბრალოდ მე გახდით. დღეს კი თქვენ წინაშეა გენერალი ფრენსის ჩესნე. არის შემედია გამსახუროთ? ის არის. და თქვენ ვერ მიცნობთ? ვერა ქალბატონო, ვერ გისამით. თუმცა დიდი დრო გავიდა ერთმანეთი არ გვინახია. ვერაფერს არ გაგიხსენებთ. აფრიკაში წასვლის წინ მეჯლისი გახსოვთ? მახსოვს. და რა მითხარით მაშინ თქვენ? ღმერთო ჩემო, ნუ თუ ეს ქახარ. ფრიად მოხიბლული ვარ, ქალბატონო. ძალიან მოხარული ვარ. დიახ, მოხიბლული ვარ, უზომოდ მოხიბლული ვარ. მე თქვენ არ გელოდებოდით აქ, არც ეს შემთხვევაში მისდარ, მისის. დიახ. თქვენ აქ სტუმრად ხართ მისის. დიახ, სტუმრად ჩამოვედი. წარმოგდადით, მე გაგაცნობთ ჩემს ვაჟს, მის მეგობარს, ჩარლის პატარა წვეულება აქვს შინ, თავის დეიდის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. წარმოგდადით. დეიდის? დიახ. უკვე ჩამოვიდა? კი, რამდენი ხანია? უცნაურია. რა ქვია? დონა როზა დაბადორესი. უეჭვლოდ გაგაცნობთ. საოცარია. გაგაცნობთ, ბატონო, გიბაცნობ. მისტერ ფრენსის სწორად გავიგე? დონა როზა უკვე ჩამოვიდა? დიახ, ჩამოვიდა. ახლახან აქ შეიძლებდა ბაღში. დიახ. მეც ბევრი რამ გამიგია მასზე. არა ელა. მისტერ ფრენსის, გაიცანით ეს ჩემი აღზრდილია ელა. მოგიხარდებით? მე კი მაქვს სურვილი პირადად ვესაუბრო დონა როზა დალვადორეთს. აუცილებლად გაგაცნობთ, საკმაოდ ჭკვიანი ქალია. დიახ. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა. აი ეგ არის ცოტა უგემოვნო ქალბატონია, დიახ. აი თქვენ კი გიყურებთ და მაინც არ შეცვლით მის ტომსონ. დიახ, მის ტომსონ. წაუბრალდეთ ეგეთაღა, წაუბრალდეთ. თქვენ ხიფთეს მე წავიღებ, მობდალდეთ. სულ. მობდალდეთ, დიახ. არაფერი თქვა. უნდა გავიგო რა ხდება აქ. ჯერ ადრეა მაგისტრო. ჩვენი ქორწილისთვის ჩემი აღმზრდელის თანხმობაა საჭირო. თანაც
წერილობით და ამაში მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია დაგვეხმაროს. და ვინ არის ეგ პიროვნება? ნუ თუ ვერ ხვდები. რა თქმა უნდა, დონა როზა, ჩარლის დეიდა. არა. ეგ შეუძლებელია. კი, მაგრამ რატომ? მაგას ვერ გეტყვი. შენ ჩარლი იპოვე, მე ენის მოვძებნი, ნახავის აუცილებლად დაგვეხმარება. დროებით. ღმერთო ჩემი. თავი მიბლი. სკეული ბავშვი ყველაფერს წააღდეს. ჯეკ, სიხარულის ფრთები გამომდის. რა მოხდა? მე ის ვიყარარ და თანახმაცურად გამომდის. ხოლოდ თანხმობაა საჭირო ბიძამისგან. და იქ ხოლოდ სულ ერთ ბაბს შეუძლია გააკეთოს. თუ არ გააფუჭა ყველაფერი. ჩემი და ბეტის ამბავით იგივენაირადაა, მეგობარ. მაგრამ ხომ იცი, ის სკეული ბავშვი ყველაფერს წააღდეს. მიშველეთ. ბიჭებო, ძალიან ხო, სადმე დამომალე, ძალიან ხო, სადმე. მალე. დონა როზა. ახალგაზრდებო, შვენილი დონა როზა ხომ არ გინახავთ? ვარდების პანჩატში. ისე ვარდების პანჩატში. დიახ. ოხ, როგორ მეკიკულწება დონა როზა. ოღია რა ხარ? დონა როზა. მერტო ჩემო, თქვენ არიცით მე რა გადავიტანე. თქვენ არიცით მე რა გამიბედან გამოყრუებულმა იმათ. ვითხარი ბაბს? ის შეეცადა. არა, თქვენთვის არ შეიძლება ამის თქმა, არ შეიძლება. ბაბს, იქნებ გაკოცა. თქვენთვის შეიძლება ამის თქმა, მე კიდე პატიოსანი ქალებად, დიახ. კარგი, ბაბს დასწრაფ. ჩახურადღებით მობიშვი. იცოდე, ძალიან მჭირდება შენი დახმარება. თან შეესხა დააჩვენი ხსნაც და დაღუპვაც. კარგით, ამიხსენით რა შეა საქმე. რა და? ჯეკ, ჩარლი. აი გოგოები აგიცნა ყველაფერს. დონა როზა, როგორც იქნებ იპოვეთ. იქნებ გავვითმოთ რამდენიმე წუთი. რა თქმა უნდა, გოგონებო, თქვენს გაკარგულებაშია. თუ შეიძლება მარტო დავტოვეთ, წადით. ჩვენ დიახ, თქვენ ვიბძებით ბიჭებო, მარტო დავტოვეთ. დროებით. დროებით ბიჭებო. მოგზანდით გოგონებო, დავსხდეთ და ვინმეობთ ყველაფერი. მოგზანდით. დასხედით. უამბეთ დონა როზა, ყველაფერი რა ხდება გოგონებო? იცით დონა როზა. მამა ჩემი სანდერძის თანახმად, ჩემი აღმზრდელი. განაგზე. გათხოვების ნებას არ მომცემს, სანამ არ გავხდები 20 წლის. მეტის კი ეჩქარება ცოლად გაყვეს ჯეკს. მე მესმის შენ და შენ რა გაწუხე? მე და ჩარლის ქორწინებას თქვენი დასტური სჭირდება. დიახ, განაგზე. გარდა ამისა, ბიძა ჩემის თანხმობაც ასაჭირო. იცით მე თქვენ ქორწინებაზე თანახმობა. თუ გნებავთ, აი ხლა მე ქორწინეთ. ვაი, ბიძა თქვენი საქმე კი მე მომანდეთ. დიდი მადლობა წარსა, მადლობა. მეც მიყვარხარ, გოგოებო, მეც მიყვარხარ. ოფამიდი ხარ? კარგით გოგოებო. მაგრამ იცოდეთ, ეს ბიძა თქვენი საქმე ძალიან რთული საქმეა. მაგრამ თქვენი გულისთვის შევეცდები. დიახ. გახსოვდეთ, თანხმობა გერბიან ქაღალდზე უნდა იყოს დაწერილი და ნოტარიუსი დამტკიცებული. კარგით გოგოებო. ნახვამდის. ჩარლის დეიდის როლის თამაში არც ისე ცუდი ყოფილა. მაგრამ აი ხლა ერთ ჭიქა ვისკს დავლებდი, რომ თავის კაცად მაგზნობინოს. პრასეთ. დიახსე. ქალბატონო. მაპატი, რა გნებავთ ქალბატონო? პრასეთ. ქალბატონო, სურს ერთი ჭიქა ვისკი მომიტანე. ორმაგი პრასეთ თუ შეიძლება. კარგი ბატონო. ქალბატონო. კარგი, დროზე პრასეთ. ეს ჩემი ვნებიანი თაყვანის მსვლელიც არსად ჩანა. ცოტას დავისვი. დონა როზა. ენი მასია უნდა დამითხარ რომ ჩემი ნახვაქსო. დიახ, რა თქმა უნდა. რა დროზე მოხვედი? ხოჩა, ბრავო.
თქვენ გაგიმარჯვეთ. გაგიმარჯვეთ. კარგი, მადლობა ბრას. შეგიძლიათ დაგტო. კარგიცა. შენ რა, თვალი ხარ? ქალბატონს ბატონს ეძახი? მაპატით, ბატონ, ქალბატონო. კარგი ბრას დაგტო. განდები საკურები სულელები არიან. ვერ არჩევენ ქალბატონს და ბატონს. გეთანხმებით ბატონო ბრიქს. რატომ დამიბარეთ დონა როზა? იცით ბატონო ბრიქს. მე მინდოდა გვესაუბრა ჩვენი შვილების მომავალზე. კინოგრამი ეს აკრაშვაშია. როგორ თუ რაშვაშია ბატონო ბრიქს. იცით მე რა მინდოდა მეთქვა. მე დამჭირდება აი ტიტულიანი ქაღალდი. ნოტარებზე დამფიცებული. ნოტარებზე დამფიცებული. ერთ ჩუქს პაუზის. არ ვიცი. თქვენ დაპირდით რომ დონა როზას გამაცნობდით? რა თქმა უნდა. ო დონა როზა. გამარჯობა. ეს მის ტოსონია. ისნობდეთ. ეს კი მის შედი ქალაქის მოსამართლე. დიახ. ისე რომ ახლა თქვენი საუბრობთ. მე თქვენი სიტყვას ნახონდეს. დროებით ბატონო. გამარჯობა. იცით მე ჩარლის დეიდა გახლავარ. დონა როზა დალბადორეცი. ბრაზილიიდან, სადაც ტყეში ბევრი მაიმუნია. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე და თქვენი განსვენებული მეუღლე დიდი მეგობრები ვიყავით. სასიამოვნოა. ძალიან ვაფასებდი. ალბათ ბევრი ცრემლი დავარეთ, როდესაც თქვენი მეუღლე გარდაიცვალა. დიახ. საცოდავი დონ პედრო. უკაცრავად. ეს ვინ არის ეს დონ პედრო? როგორ? თქვენი განსვენებული ქმრის სახელი არ იცით? დიახ. როგორ არა? იცით მე ის ძალიან მიყვარდა. ის იყო ჩინებული ქმარი. დიახ, მაგრამ ქალბატონო იცით ცუდი ის იყო რომ სმა უყვარდა. ბევრს სვამდა. ის არ სვამდა? საერთოდ? დიახ, საერთოდ არ სვამდა. გამახსენდა. იცით მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაც გულმავიწყი გავხდი. აი განა ჩემს მეუღლეს უყვარდა. დანება მე მიყვარდა ხოლმე ერთი ორი ჭიქის გადაკვრა. ქალბატონო დონსა. სიმაყვარებია. ამით ვისარგებლებ. დავატრობდა ცოლობას. ნება მიყოძეთ ამ საღამოს ჩემთან დაგპატიჟოთ ვახშამზე. დიახ, გავგონით ბატონ კრიქს. ყველას გთხოვთ. უკაცრავად, მე მარტო ვერ მოვალ. აქ ჩემი აღზრდილიც არის, მის ელა დელეი. მოგძანდით თქვენ საღრსდებთან ერთად. გმადლობთ. დიახ. უკაცრავად, მის ელა? დიახ, მის დელეი ელა. წამოგძანდით. მე ის ვიცარი. ის არის ის. უკაცრავად, მაპატივით შევწდი. კი ბატონო. ეს არის. ეს ხომ ჩემი ელა. მაგრამ ხარმიდა, დავიღალე, მოვჭა, გათავდა, აღავიდა ჩერჩეთი ქალის როლის თამაში. ბაბ, შენი საქციელი ქალის საქციელს არ გავს. რასო, დავიღალე, აღავიდა, სახლში მინდა წასვლა. შენი დაპირება იმ მოსამართლეს დავითანხმებო. არ ხარ მართალი ბაბ, ჩვენ საქმეს დაუმთავრებელს დავ. ოხ, თქვენ რა უგულოები ხართ. კი, მაგრამ მეც მინდა მისი ნახვა. ვისი? მოსამართლის რა მოსამართლე, ჩერჩეთებო. მის ელასი. დიახ, მის ელას ნახვა მინდა. რაშვაში? როგორ თუ რაშვაში? მე ხომ ის თავდავიწყებით მიყვარს. ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ. დიახ, შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს, რომ ის თავდავიწყებით მიყვარს. დიახ. ჩარლი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეშალა. გადაეცით გოგონებს, რომ ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ემო. კარგად ბრძანდებოდეთ. არა, მოიცა კარგი, კარგი, დონა როზა დაისვენეთ. ძალიან თოვლილი სახე გაქვს.
ალბათ ნერვების ბრალია. დიახ, ნერვების ბრალია. რა დაემართა თქვენს მომხიბვლელ დეიდას? დონა როზა ცუდად არის. დიახ, იცით, სასტიკად დავიღალე. მოდით, ცოტა გავმხიარდეთ. აი, ანეკდოტები თუნდაც დონ პედროს შესახებ თხოვოთ დონა როზას. მე, იცით, ჯობია თქვენ მოგვიყეთ ქალბატონო დონსო. როგორ თქვენი მეუღლე იყო და თქვენ უფრო მეტი ისტორია იცით მის შესახებ. კი, მაგრამ მე იცით რა შეასახმე, მე ვერ ვიტანდი მის უშიმურ ანეკდოტებს. დიახ, ვერ ვიტანდი. ნუ თუ ასეთი კარაქშუტა იყო დონ პედრო, სრულებითაც არა. შემიძლია მთელი საღამო ვისაუბრო მასზე. ქალბატონო დონსო, ის ხო გარდაიცვალა. ჩვენ კიდე აქ ვართ, ცოცხლები ვართ. მოდით მუსიკას მოვუსმინოთ. აი თუნდაც ელამ გვიმღეროს. რა სიტყვით? თქვენ გვიმღერეთ დონა როზა. მე? იცით, არ შემიძლია. აი ხივანა ხველამ ხმა დამიკარგა. დიახ, ივანა ხელმ. ნამდვილად? ეს ხომ არ გჯერათ? არა. ეხლა დაგიმტკიცებ. როგორც ვიცი, ეს მხოლოდ ბავშვებს ემართებათ. კი, მაგრამ რა გონიათ, ქალბატონო დონსო, განამედები ვარ. მეც სულ პაცაცინა ვარ. რა სიტყვით? აი, ახალგაზრდა რომ ვიცეკო. რა სიტყვით? კარგი აზრია. ახალგაზრდა გთხოვთ. ეხლა სულ თანჩათოში რომ გადავინაცვლოთ. რა სიტყვით? მიბრძანდით ძალიან ხო? მიბრძანდით ქალბატონო დონსო. მიბრძანდით შამპანი მიბრძანდით. დონა როზა. მე ჩემო კრიქსუნია. მე ჩვენაც არ მივიღეთ დასტური. ნოტარიუსი დამტკიცებული. ასე ძალიან რატომ ჩქაროთ? მაინც ვერ გავიგე. რატომ? ესე ჩემი პატარა ახირება. დიახ. ჯერ შენ სიყვარულზე ვისა. არა პატარა. კრიქს, თქვენ არაფერს არ მიჟღერებთ. ესე კიდევ ჩემ გათახობას ვერ მიიღებთ. მომეცით ქაღალდით ნოტარიუსი დამტკიცებული და მე თქვენს ყველა თხოვნას შევასრულებ. დიახ. კარგი. ხვალვე მიიღეთ დასტურის ქაღალდს. ხვალვე. ხვალ გვიან იქნება. მოდით დღესვე იყოს. თუნდაც ერთ საათში. რა სიტყვით?
კეთა იყოს 1 საათში. კი ბატონო. მაგრამ თქვენ პირობა უნდა მოგცეთ რომ დღესვე გამოვყვებით ცოლად. კარგით, განახმაო. არ გადაიფიქროთ. არ გადავ. მე გავფრინდები. ეხლავე მოყვა. გაფრინდი ჩემოკრიქსუნია. ვერასოდეს არ მოვიდგენდი კაცები ესეთი ჩერჩეტები, იდიოტები და სულელები თუ იქნებოდა. მაგრამ აი ხლეთ სიგარეტი მომაწევინა რომ თავისებ კაცად ვიგზნო. დონა როზა, რატომ დაურბით საზოგადოებას? იცით ნერვები მაქვს მოშლილი. დიახ. ნერვები. საბრალო, ერთი რამ მინდა გკითხოთ, რატომ დამიმალა დონ პედრომ რომ ცოლიანი იყო? იცით მე ეგ საერთოდ არ მიყვის. იცით ის იყო ვერაგი ქმარი, დესპოტი. ცოლშვილს არ წამდებდა. როგორ? შვილებიც ყავდა? დიახ, შვილებიც ყავდა. რამდენი? 6 ანგელოზი. და სად არიან ახლა ისინი? როგორ თუ სად არიან ქალბატონო თუმცა ისინი არიან თავიანთ მამასთან. მამასთან? დიახ. რომელ მამასთან? როგორ თუ რომელთან? აი დონ პედრო ტალვადორეცთან. დიახ. დონ პედრო ხომ გარდაიცვალა? დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, მაგრამ მისდევს, განა ბრაზილიაში ცოტა დონ პედროა, რას ბრძანებთ? ძნელი დასაჯერებელია. დონა როზა უკვე მიდიხარ? იცით, თითქოს ფაჩატორიდან ვიღაცა მეძახის. მგონი მე მეძახია. თქვენ არა? კარგით, ეთყობა შემეშალა. დონა როზა. თითქოს რაღაც ძალა მომიწევს თქვენკენ. სასიამოვნო. მოდით. ერთ საიდუმლოს გაგიმართ. საიდუმლოს? კარგით. მოდით იცით, აი აქ ჯაკ ჩამოვსდეთ და მიამბობ. წლების წინ ჩემს ამხსდესა მისტერ ჩესნეის ერთმანეთი შეუყვარდათ. რას ბრძანებთ? და მე რატომ არ შეერთებ კოპაკმა ცოლად? ქრენს ისი ვერ გამოუწყდა სიყვარულში. ასე ხშირად ხდება ხოლმე. ოდესღაც მეც მიყვარდა ერთი ლამაზი თავაზიანი ყმაწვილი. ოცნებო, ისევ შევხვდეთ ერთურს და აღვადგინოთ ჩვენი სიყვარული. ღმერთო ჩემზე ლაპარაკობს. უკაცრავად და რა იქვა მაგ სიმპათიურ ხმაწვილს? ბაბს ბაბერლი. მას მინდა გითხრათ რომ მე დონა როზა. რა შეჭულებ ჩემო ძვირფასო? არაფერს ჩემოკრიქსუნია. მითხარ, რით გამახარებ? მე არ გვაქვს შენს გულში ჩახუტებას ვეჭვი. ძალიან გთხოვთ. მაგრამ მე ჯერაც არ მივიღია ქაღალდი ნოტარიუსით დამტკიცებული. დიახ. რაც თქვენ გაინტერესებთ. აი აქ დიახ. დიახ. მაგრამ თქვენ ჯერ პირობა უნდა მომცეთ რომ ცოლად გამოყვებით. დიახ. მას მაძლევ? დიახ, გაძლევ. მაძლევ? რას გაძლევ? პირობა. ცოლად პირობას გაძლევ. გაძლევ პირობას. შეგიძლიათ ყველას გამწყვეტოთ რომ მე დღეიდან ჩვენი საცოლე ვარ ბატონო. დონა როზა, ჩემი ტანჯვა დამთავრდა. დონა როზიკო, ერთი კოცა დონა როზიკო. დონა როზა. ცოტაც მოიწვიე. ჩემო კრიქსუნია, ცოტაც მოიწვიე. კოცა დამთავრდა. სამაგიეროდ მილიონები ვიშოვე. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ღმერთო, მე მილიონები ვერ ვიშოვე, მაგრამ ვნახე ჩემი ცხოვრების იდეალი, ჩემი ახალგაზრდობის სიყვარული.
მის ტამსონ. ომასია შემოძვირფასო. მე დიდი ბედნიერება ვიპოვე თქვენი სახით. მე ბედნიერი ვარ. მეც და ჩვენ დაშლის სიამოვნებაში გავატარე. შემოძვის ტამსონ, მერტო შემო. რა თქმა უნდა, მეც ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები დავაქორწინეთ. ბეტი და ჯეკი, ენი და ჩარლი. გილოცავ ახალგაზრდებო. გილოცავ. და რა თქმა უნდა, ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს რჩეულს ვირთავთ სოლად. ნუ თუ დიახითოთ მისტერ კრიქს. რა თქმა უნდა, დონა როზა დალვადორეც, უშვენიერეს და უკეთილშობილეს. მოგეხოთ შემო. დიახ, დონა როზა. დონა როზიკო. თვითონ დაგიდასტურებთ, ახლა აქ იყო. დონა როზა, სათხარ ძვირფასო, დონა როზიკო. დონა როზა. აქ ვარ, ჩემო კრიქსუნია. ეს ვინ არის? ვისი ხმა? ვინ ხართ თქვენ? დონა როზიკო. აბა გამოსვება დონა როზიკო. რა უცნაურია, სად წავიდა? ეხლა ხო? დონა როზიკო. მოდი ძვირფასო, თვითონ დაგიდასტურებ. ახლა თვითონ დაგიდასტურებ. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. დიახ, გატყობ. დონა როზიკო. მისტერ კრიქს, დიახ. აქ ვარ, ჩემო კრიქსუნია. ვინ ხართ თქვენ? ეს რა არის? ეს რა ხდება? მე თქვენ გიჩვენებთ სასამართლოში. სად არის ჩემი გერბიანი ქაღალდები? მე შევცვალე ნაწილობრივ დონა როზა. იმ საბუთებს ძალა არ აქვს, რადგან ეს არ ამზადა ყალბი დონა როზა აღმოჩნდა. ყალბი დონა როზა? ხელში ღმერთო ის ნამდვილი გახდება, დაწყნარდი. მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ? თქვენს წინაშე დგას დონა როზა დალვადორეც. ბრაზილიდან? დეიდა? ხედავ ბრაზილიდან. სადაც წეში ბევრი მაიმუნია. აი, გული!